დილამშვიდობისა ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში კი ორ ძალიან ლამაზ ქალბატონთან ერთად. ესენი არიან ია ფარულავა და მარიამ კუკუნაშვილი, რომელიც არის სუროგაციის ცენტრის New Life-ის მსოფლიო დამფუძნებელი. ია, თქვენ ყველა გიცნობთ, ისედაც მსახიობი ია ფარულავა. დილამშვიდობისა. ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრებთ სილამაზეზე, ცხოვრების ჯანსაღწესზე, პლასტიკურ ქირურგიაზე და ძალიან ბევრ მოგლის საშუალებებზე საუბართ. ხო, დილამშვიდობისა. მადლობა რომ გვესტუმრეთ, დილა ადრიან და მოდი მარიამ თქვენგან დავიწყებთ. ხელში გიპყრეთ წიგნი. ეს არის ენციკლოპედია ჯანმრთელობის სილამაზის შენარჩუნების და სიბერის გადავადების. ყველაზე მაგრა ეს მომეწონა. დიახ, ეს წიგნი თქვენ მოგიტანეთ საჩუქრად. ხო შეიძლება. აი ვაჩვენოთ მაყურებელს ვაჩვენოთ. სხვადასხვა იყიდება ეს წიგნი. ღირს 50 ლარი და ბიბლიოს მაღაზიათა ქსელში რეკლამა. კაია, ხელთ აპყრობილი, ხელთ აგიპყრია. სუდი ხო არ იყო? მომწოს. ჩვენს ოპერატორს ვთხოვ. უკვე გავაჩვენებ, ეხლა დროს ნუ დაკარგავ და გადადი კითხვებზე, მიდი. აბა, ხო და აი ამ წიგნთან დაკავშირებით რომ ამ ენციკლოპედიასთან დაკავშირებით გითხრათ რამოდენიმე სიტყვა. ესე იგი, ეს ენციკლოპედია ეხება სილამაზის საკითხებს, ახალგაზრდობის შენარჩუნების და სიბერის პროცესის შენელების და გადავადების. წიგნში არის სხვადასხვა საკითხები, დაბერების ფსიქოლოგია, პლასტიკური და ესთეტიური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, რისკები და გართულებები, ნუტრიცია, ანუ ჯანსაღი კვება, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, იოგა, აურვერდა და სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესები, რომლის ცოდნაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ ავიცილოთ სხვადასხვა მავნე ქიმიური რეაქციები ორგანიზმში. აი, რამ შთაგაგონათ ქალბატონა მარიამ ამ წიგნის დაწერა? ზოგადად ვარ ბუნებით ესტეტი, გარდა ამისა ექიმი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მსგავსი ლიტერატურა ძალიან ბევრია უცხოეთში და მინდოდა და მე თვითონ ვეცნობოდი ამ ლიტერატურას და მინდოდა რომ ქართულ კითხვა შესაძლებლობა ქონოდა გაცნობოდა ასეთ საკითხებს. ია, რამდენად იყენებთ ასეთ ენციკლოპედიებს და რამდენად ყოველ შემთხვევაში შეიძლება გავეცნოთ? აი, გავიგე, რასაც მეკითხები. ესე იგი, მე შეგეჭვი. რამდენად იყენებ? იცი ძალიან ვიყენე ფართო მოხმარების საგანია, ჩემი სამაგიდო წიგნია, ყველგან მიდევს ეს ტუალეტში, სამზარეულოში, საძინემოში, სამსახურში. ეხა გეტყვით, საქმე რაშია, თქვენ ალბათ იმის კითხვა გინდოდა და რა შუაში ვარ მე ამ წიგნთან მიმართებაში და კარგი კითხვაც იქნებოდა ეს და მადლობა ამ კითხვის დასმისთვის. საქმე იმაში არის, რომ მეც აი ეს წიგნი წესი და რიგით უნდა დაეწერა ია ფარულავას, ქალს, რომელსაც თქვა წლების განმავლობაში ქონდა რაღაცა თავის მოულის სხვადასხვა რეცეპტები. იგივე ვაკეთებდი გადაცემას შემშვენელი ლედის, რომელიც 10 წლის წინ დავიწყე და მაშინ თქვენ დაბადებულებიც არიყავით და ასე შემდეგ და საქმე იმაშია, რომ ის ყველაფერი რაც ამ წიგნში მარიამმა ჩადო, ეს არის ჩემი და მარიამმა როდესაც 2 წლის წინ მითხრა, რომ მე ამ ესეთი წიგნის გაკეთებას ვაპირებ, ხა ჩვენ მეგობრები ვიცნობთ ერთმანეთსლებია, ცოტა არ იყოს კეთილი შურით შემშურდა, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა ასეთი რაღაცის გაკეთება, მაგრამ არც ენერგია მეყო, არც დრო მეყო, არც გამოცდილება მეყო და არც შეიძლება სათანადო ცოდნა, მაგრამ საქმე ხო არა, არ მოვინდო მე, ხო დაკავებული ვიყავი იქ რაღაცა გადაცემებში, როცა მუშაობ ძალიან ძნელია. მაგრამ მარიამის უპირატესობა იყო იმაში, რომ მარიამი ძალიან ბევრს მოგზაურობს სწორედ აი New Life-ის გამო და ჰაერშია გატარებული, მე მგონი წელიწადში 10 თვეს ჰაერში ატარებს ეს ქალი, რაღაც მიწაზე არის 2 თვე მარტო, ხო და ამიტომ მას მოუწია აი ამ წიგნების კითხვა, 120 სხვადასხვა წამყვანი მწერლის, რომელიც ჩვენ საქართველოში შეიძლება ამის შესახებ არც ვიცოდეთ, იმიტომ რომ ამაზე უნდა ძალიან დაინტერესებული პირი თქვა წავიდეს, მოიძიოს, იყიდოს, ეს ამან დაზოგა ჩვენი დრო, ფული, ენერგია, ყველაფერი, წაიკითხა, ამოარჩია, შეაკოწიცა, გადათარგმნა და ყველასთვის გასაგები ენით დაგვიდო და ჩვენ ამ წიგნის მეშვეობით შეგვიძლია რაღაცები ვისწავლოთ ქალბატონებმა. კი, ვიღაცები ამას ფუფუნების საგანია და ამაზე მარიამ ძალიან კარგი ისა აქვს, რომ ფუფუნების საგანი ჯობია ფუფუნებაზე ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ყოველდღიურობა თავისით მე დაალაგდება. მაგრამ რა მომეწონა ამ წიგნში და მე ვიყენებ ამ წიგნიდან ერთ-ორ რაღაცას. ეხლა კი, ვიტამინები მე ვიცოდი, მაგრამ აქ არის ძალიან ერთი საინტერესო სავარჯიშო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის კვანტური მარიამ კვანტურ შესაძლებლობებზე ვამბობ, როდესაც შენ შეგიძლია შენი შიდა საათი უკან გადაწიო 16 წლით.
აი როგორ. ეს არის პროგრამა, გენაცვალი სამაგისო წიგნი უნდა შეიძინო და წაიკითხოთ. თქვენ უკვე გაქვთ და მაყურებელი შეიძლება. თქვენ საუბრობთ იმ სიბერის გადავადებაზე. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის შესაძლებელი რომ გადაავადოთ სიბერე? მარიამ არის შესაძლებელი. შესაძლებელია, რადგან დაბერება, დაავადებები და ამ შემდეგ ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური პრობლემა, მენტალური პრობლემა, ადამიანს გააჩნია ბიოლოგიური ასაკი, ანუ რამდენი წლისაც ვართ, ფიზიოლოგიური ასაკი რამდენიცაც გამოვიყურებით და ასევე ფსიქოლოგიური ასაკი რამდენიცაც თავს გურძნობთ. აქედან გამომდინარე ეს ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უამრავი ქალბატონი ვიცით 60 და 70 წლის ასაკში გამოიყურებიან 30 და 40 წლის ქალბატონივით და პირიქით, ხო? კი, სამწუხაროდ პირიქით. აი როგორ ფიქრობთ საქართველოში რამდენად უვლიან ქალები თავს და მამაკაცებიც მაინტერესებს? სხვათა შორის ძალიან უვლიან ამ ბოლო დროს, ხო? აი ხა მე რო ვაკვირდები, როდესაც მე ვაკეთებდი ისევ ამ ჩემშვენიერ ლედის ვიტყვი გადაცემას, იმიტომ რომ მაშინ ძალიან აქტუალური იყო და ნუ მაშინ იყო და მე ვიყავი მაშინ ძალიან პატარა და ვუყურებდი და სუმიდა და რომ მივიღო მონაწილეობა. მაშინ შესაძლებლობები იყო ძალიან ცოტა იყო და მართლა ქალებმა არ იცოდნენ ჩაცმა, მაგრამ ეხა ისე იმდენი ესთეტიკური ცენტრი გაიხსნა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ან აფთიაქი არის, ან ბანკია, ან სალონია, ხო? საქართველოში, ხო? ანუ სალონები, ესთეტიკური ცენტრები, აგერ ჩემო ბატონო უკვე იმდენი ეპილაციის საშუალება არსებობს ადრე რომ ბაკენბარდები დადიოდნენ ეს ქალები, არავის აღარ ულაშებით და აქ ბანჯყლებით მე მაპატიეთ ამისთვის ეს ყველაფერი წავიდა, წარსულს ჩაბარდა. ანუ უამრავი შესაძლებლობაა, მაგრამ ჩვენ აქ სხვა რაღაცა გვავიწყდება რომ ძალიან ხშირად ქალბატონები უფრო გარეგნული არ სახაზე, უფრო მეტად ზრუნავენ ვიდრე შინაგანზე. იგივე თქვათ აი ნუტრიცია, კვება. ეხლა ამ წიგნის საშუალებით ძალიან ბევრი მაყურებელი და ძალიან ბევრი მკითხველი გაიგებს რომ სულაც არ არის საჭირო კი არა, მავნეც არის რომ ყოველდღე ჭამო წითელი ხორცი. ვიღაცისთვის ეს შეიძლება წითელი ხორცის ჭამა ფუფუნება არის და ძალიან ბევრს გონია რომ აი სახში ხორციანი სადილი არა მაქვს და ვაიმე ჩემ შვილებს რა ვაჭამო. ამ დროს ეს არის ნამდვილად არ შეიძლება. მე როგორც ვიცი აბერებს და პირიქით ჩვენი აი ესეთი იმერულ იმას ვაბობ, იმერული დიეტა, კეჟერაფხალი, ცოტა მჭადი რაღაცა ყველი თქვა და იგივე თქვა ჭყინტი ყველი და იგივე რაღაც ესეთი ნიგოზი და ესეთი რაღაცები უფრო სასარგებლო არის ორგანიზმისთვის და ლობიო თქვა უფრო იაფია და უფრო სასარგებლო მწვანილებით ვიდრე რომ ეს ტოლმები, საუზები თქვა ნუ ეხა იმებზე ხო აღარ ვლაპარაკობ რაღაცა ჩაკაფულებზე და ძალიან ბევრი ქალბატონი მაინც ამტკიცებს იმას რომ აი ბუნებრივ სილამაზეს რომელიც ასაკთან ერთად მოდის ხო არის ლამაზი ზოგს არ სულს ამ თავია მოიხდინა ალბათ ქალმა ეს აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით ანუ ვერ გავიგე კითხვა იცი რა ძალიან ბევრ ადამიანს ქალბატონს გონია რომ ეს ბუნებრივი სილამაზე აგინაც მაკიაჟის გარეშე ყოფნა ძალიან კარგად გამოიყურებიან. ანუ ქირურგიული ჩარევის გარეშე ქალბატონები კარგად გამოიყურებიან. ერთ კონკურენტ არხზე ამას წინათ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე საუბრობდა და თქვა რომ აი ყველაფერი უნდა გაიკეთოს ქალმა თუ ამის საშუალება აქვს. ცოტა ბოტოქსით, ცოტა ისეთ ქირურგიული ჩარევას და სწორედ აი ამ წიგნში ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ სიმართლეს გაიგებთ რა ღირს რა არ ღირს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ქალბატონი ვიცით რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებია და ძალიან ლამაზად დაბერდნენ მაგალითად ის ქალბატონები ვინც ჩვენ დავაჯილდოვეთ მარიამის წიგნის პრეზენტაციაზე 90 წლის მიღწეული თათული ღვინიაშვილი რომელსაც სახე აქვს როგორც ფითქინა ბაია არ ვიცი რაღაცა ბამბასავით იგივე თამარი თონიშვილი 90 წლის პედიატრი ქალბატონი და ასაკს რო არ ვასახელებთ იმ ხრის მედეა ამირანაშვილი თხოვე ჩემი ასაკი არ თქვა ანუ თუ არის საშუალება რამე გაიკეთო მე არ ვლაპარაკობ რომ ამხელა ტუჩები დაიდო და ისეთი ცხვირი გაიკეთო რომ მიწებებულ ცხვირს რო გავს მე მაგათი ესთეტიურად უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს ესთეტიურად ხალი ლამაზად უნდა განსაკუთრებით თუ ვთქვათ ეკრანზე ხარ და ის სწორედ ეგ კითხვა მინდა მარიამს დაუსვა მაინტერესებს არსებობენ კონკრეტული პროფესიის ადამიანები ვისაც უბრალოდ დრო არ აქვთ იმისათვის რომ თუნდაც ჯანსაღად იკვებონ თუნდაც სპორტს დაუთმონ დრო აი თუ არის თქვენს წიგნში ეს დეტალები გამახვილებული იცით რა მე ვფიქრობ რომ ეს არის თავის გასამართლებელი და გამოწვეული სიზარმაცით, თორემ თუ მხარ ამ თემებით დაინტერესებული, გასაგებია დილიდან საღამომდე მეც ვატარებდი და ვატარებ სამსახურში, მაგრამ იქ მიმაქვს გამზადებული საჭმელი და არასოდეს არ ვიკვებები ფასტ ფუდით. ვარჯიშისთვის ყოველთვის შეიძლება გამოყოს ადამიანმა 2 საათი ჩვენ ძილისთვის, ტანსაცმლის ჩაცმისთვის, სალონისთვის და სხვა დანარჩენი მეგობართან შეხვედრისთვის ყველაფერთვის ვნახულობთ დროს, ხომ რაც გვინდა. ანუ თავარია мотивация რა გაქვს? მარიამი ისაც არ ამბობს, მარიამი დღეში 4 თუ 5 საათს ვარჯიშობს.
აი ამის შესახებ თქვენ ეს არ წოდით და მე მინდა კითხავით რომ წამყვანი ვარ. მარიამ რას ვარჯიშობ და რატო ვარჯიშობ ამდენს მითხარი. ესე იგი დღეში 3 საათი ვარჯიშობ ტანვარჯიშს და საათნახევარი ლათინურ ცეკვებს და მე მგონი აპლოდისმენტების სექცია ეს ერთადერთი რაც შეიძლება ეხლა უთხრა და ეს უნდა იყოს მოწოდება ყველა ქალისთვის რომელიც ახლა უყურებს GTS იმიტომ რომ ეს არის ქალისთვის და სილამაზის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. 4 საათი ვარჯიში ნაუგავად არ არის. მე ვერ ვარჯიშობ მე 1 საათის მაგრამ მარიამ რატო შენ 4 საათი მითხარი მაინტერესებს აი ეს 4 საათი ზოგადად ახლა სპორტ ამას ვთქვათ ვარჯიში არ ქვია ამას ქვია სპორტსმენის ცხოვრება როდესაც ყოველ დღე ამდენ საათს ვარჯიშობ და მაქვს გარკვეული მიზნები ტანვარჯიში და ცეკვებში და აქედან გამომდინარე ამას ბევრი შრომა ჭირდება და ფსიქოლოგიურად მიაღწიოთ თქვენს მიზანს თეკო მე მგონი გინდა და რაღაც არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა ფსიქოლოგიური ტრენინგის შესახებ იყო ნათქვამი და რამდენად უთმობთ ამასაც დროს იმიტომ რომ ესეც მოითხოვს დროს და რამდენად რა დრო არის კონკრეტულად საჭირო თუნდაც ერთ დღეს გამოვუყოთ ჩვენ თავს ფსიქოლოგიურ ტრენინგში რას აი თქვათ ის ასაკის გადავადება ასაკით გადავადებაზე რა კვანტური შესაძლებლობები დიახ ფსიქოლოგიურ პრობლემას რაც შეეხება ყველაფერი მოდის ფსიქოლოგიიდან ხომ რაც მგონია ხდება ზუსტად იგივე ანუ უნდა ჩვენს წარმოსახვაში დადებითი ხატები უნდა წარმოვიდგინოთ არ უნდა ვიფიქროთ და კოდირებულია ჩვენში საერთოდ ცნობილია რომ ადამიანს ბავშვობაში კოდირებული 25000 მზაფრაზა ახსოვს აღზრდის პროცესიდან ჩვენ გვიდებენ რომ ჩვენ ბერდებით გვიჩნდება ნაოჭები და ასე შემდეგ და ჩვენი ორგანიზმი ზუსტად იმ მიმართულებით ეწყობა აქედან გამომდინარე აი ეს მზაფრაზები და ისინი უნდა ამოვიღოთ და სხვა პროგრამა ჩავტვირთოთ ჩვენს ტვინში რა თქმა უნდა განწყობის შექმნა ზოგადად ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი დილით მაგალითად მე რო ვდგები და სარკეში ვეუბნები ჩემთავს რომ ძალიან კარგად გამოიყურები კარგად ხარ მე მთელი დღე ვარ კარგ ხასიათზე და ალბათ ეს განწყობის შექმნა აუცილებელი პირობაა ხა მე ვიცი რა არის დილის ეთერში ეს არის კატორღა ჩვეულებრივი კატორღა შუადღის ეთერშიც არის ციხე ანუ ზონაში ყოფნა არის და საღამო გულაობა არის მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა დილაობით ესეთი განწყობა რომ შემოიტანოთ თქვენ ვალდებულები ხართ რომ გამოასხივოთ დადებითი მუხტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად არის მედიცინაში ეს ტერმინი ფსიქოსომატიკა ანუ ჯერ განვიზდით შიშს და მერე გამოიყოფა ადრენალინი ან ჯერ განვიზდით სიამოვნებას და მერე გამოიყოფა ენდორფინი და არა პირიქით ანუ ჯერ უნდა მოხდეს ეს ფსიქოლოგიურ დონეზე რომ შემდეგ მან ასახავოს ფიზიოლოგიურ აი დიეტებზე რა ხდება თუ ყოფილხართ ოდესმე თქვენ ორივეს მინდა კითხოთ რა მეტყობა მე იცით რა მე დიეტაზე ვიყავი მთელი სტუდენტობა და ალბათ ეს ბევრი ადამიანის პრობლემაა ფაქტიურად გამოვიდა რომ მთელი სტუდენტობის განმავლობაში ვებრძოდი პლუს 2 კილოგრამი მინუს 2 კილოგრამი შიმშილობა და ის ამას აღარ ვეთანხმები ძალიან დიდი ხანია დიეტებზე არ ვარ ამოღებული მაქვს ის პროდუქტები რომელიც მავნი აიწევს გასუქებას ბევრი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებია და ასე შემდეგ და მას შემდეგ რაც დიეტამ მოხსენეთ თქვა საერთოდ აღარ მაქვს წონის პრობლემა და გარდა ამისა იცით რა ფსიქოლოგიური მომენტიც არის რასაც გრძალავთ ის გვინდა როდესაც აკრძალულია საკვები უფრო სულ ჭამაზე და შიმშილზე ფიქრობს ადამიანი და აი რადგან დიეტებზე ჩამავარდა ლაპარაკი მე როგორც ვიცით თქვენ ახალი მეორე წიგნის გამოცემასაც აპირებთ რომელსაც ერქმევა დაივიწყე ზედმეტი წონა აი ზედმეტი წონა სამუდამოდ როდისთვის ვარაუდებთ ამის გამოცემას აი ამის შთაგონების წყაროც რა იცით რა ამჯერად მუშაობ სპორტის თან დაკავშირებულ წიგნზე სპორტის ფსიქოლოგია, სწორი ვარჯიშები და ასე შემდეგ და ვფიქრობ რომ ეს ორი საკითხი წონისთან დაკავშირებული საკითხები და სპორტის საკითხები შეიძლება ერთ წიგნშიც მოვაქციო და ალბათ ამას დაჭირდება წელიწად ნახევარი. აჰა, გასაგებია. აი ქალები ძალიან ხშირად წუწუნებენ, რომ ვერ უვლიან საკუთარ თავს სათანადოდ, იმიტომ რომ არ აქვთ ამისი მატერიალური შესაძლებლობა. აი ამ შემთხვევაში თუ გაქვთ აქ რამე რჩევები, სახლის რეცეპტები, ბუნებრივი რაღაცები, წიგნში ამაზე რჩევები არ არის, მაგრამ გარეთ სირბილს არ უნდა თანხა, ტანვარჯიშის დარბაზში სიარული თავის მწვრთნელიანად ღირს თვეში 50 ლარი და მე მგონი ეს არ არის ისეთი თანხა, რომ ფუფუნებას წარმოადგენდეს. ამიტომ ისევ და ისევ ქირურგიულ ჩარევებს ეხება
ნახეთ, აი რაღაცა რეცეპტები თუ გაქვთ, იქნებ თქვენ გქონდეთ რაღაცა რეცეპტი. საბანკო განმადებები. შეეხმარება სახის კანს, რომ შევინარჩუნოთ. ეთით რა არის, მე ვფიქრობ, რომ ის ქალბატონები, რომლებსაც უნდათ რომ იყვნენ ძალიან ლამაზები და აქვს პრეტენზია პლასტიკურ ქირურგიაზე, ამ ესეთი ქალბატონები ყოველთვის უკვე არიან სამსახურებიან, ანუ ხელფასიანი ქალები არიან და ასე შემდეგ, უკვე ჩვენს გარემოცაში რაც ხდება ეხლა. მე მინახია ქალბატონებს, რომლებსაც თქვა დაუზოგიათ ცხვირის ოპერაციისთვის ფული, ხო? და მთელი 8 წელი თუ 5 წელი აგროვებენ, ეგეთიც არის, მაგრამ აი ესეთი რამე არ არსებობს, რომ თქვა რაღაცა ნაოჭი შეაჩერო, გამორიცხულია. მე ასე ვფიქრობ, ეხლა კი არის იქ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვა ომეგა-3-ით გაჯერებული საკვები, საჭმელი, იგივე რაღაცა ორაგულებს თუ შეჭამ ძალიან ბევრს წყალს თუ დალედ, ეხლა ორაგული ძალიან ძვირია ესედაც და ის თქვა შეიძლება ნაოჭი მან გააჩეროს, რაღაცა დიეტა ქვია მაგას ერთი არის ცნობილი. თქვენ თუ მიმართავთ ხოლმე დიეტას? რა მეტყობა? არა, ძალიან კარგი ხობა. არა, რა შესაქმე იცით? მე მარიამს რაც გადავეკიდე ბოლო 1-2 თვეა რაც ჩვენ ერთად ვარ ამ წიგზე, მარიამი გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო და სხვათა შორის აი მარიამის შემხედვარე, მე ხა არ დავდივარ ტანვარჯიშის დარბაზში, მაგრამ შეიძლება დავწყო კიდევაც, მე დავწყო ცოტა გახტომა და ეხა მთლად მარიამივით ბალერინას ტანზე ვერ დავდგები, მაგრამ ძალიან მინდა რომ ერთი 10 კილო მოვიკლო და 4 საათი თუ ივარჯიშებია, აუცილებლად გახდები შენს ბალერინა. რა გავაკეთო 4 საათია დღეში საათნახევარი ვარჯიშობ ყოველ მეორე დღეს ეს მაქვს ტკბილი ამოღებული მაქვს ჩემო ბატონო პური ამოღებული გაქვთ პურის მაგივრად ჭადი შევანაცვლე ჭადი ჩავანაცვლე და გაზიანი სასმელები გაზიანი სასმელი ხა კოკაკოლა დემეს მე არ ვსვავ მაგეებს ეხა ეგ გამორიცხეთ ეგ ამბავე იმიტომ რომ ჯერ გენმოდიფიცირებული საჭმელებისაც არ ვჭამ არც ხორცი ამოღებული მაქვს მაგრამ მაგაზე არ არის ეხა მე თუდად გადავდო ჩემი თავი რა რომ აი ესე მარიამივით დღეში 4 საათი ვივარჯიშო და ალბათ შევძლებ ამას მაგრამ მე თვითონ დიეტები არ შემიძლია ეხა შაქარი რო ამოვიღე მაგალითად 2 კვირა ესეთი დეპრესია მქონდა რომ ცხოვრება აღარ მინდოდა მაგრამ ანუ საერთოდ აი ყავაში აღარ იყო მოვიღე საერთოდ ხო იმიტომ რომ ექიმა ამიგძალა იმიტომ მე რაღაცა პრობლემები მქონდა და ეხა უკვე მივეჩვიე მაგრამ მქონდა თელი 2 კვირა როცა დეპრესია მქონდა საშინელი ხო მაგრამ მე არ შემეძლო საჭმლის მე რომ ნამცხვარი არ მიჭირა ნამცხვრის მაღაზიაში შევდიო დავინახამდი ამ ნამცხვრის მაკანკალებდა ეხა როგორც პლასმასებს ისე უყურებ ანუ ტვინი შეიცვალა ანუ თავარი ეგ არის რა თავარი ყველა ადამიანი რამეს მოინდომებს აუცილებლად მიაღწევს რაზეა საუბარი მაგრამ ალბათ კვების შემთხვევაში ძალიან ბოდიშტეკო ძალიან ბევრ რამეზე უარეს თქო მოგიწევს ძალიან ბევრ საკუთარ პირიქით კაი რაღაცაზე მოგიწევს იმიტომ რომ ის ყველაფერი შხამია ის კარაკი ესენი შხამია გესმის და ჩვენ სწორედ იმას ვწავლობთ ამ წიგნის მეშვეობით და საერთოდ რომ ეს ყველაფერი შხამია და ეს არ უნდა მივიღოთ და როგორ ვიცხოვროთ ჯანმრთელად ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები ბოდიში სად შეიძლება ამ წიგნის შეძლება მაღაზიათა ხსელ ბიბლუსში შეგიძლია 50 ლარად შეიძინოს ეს კარგი წიგნი მე გისურვებ რომ იყოთ ჯანმრთელები ლამაზები რა ვიცი ყველაფერი კარგი მინდა რომ გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ესე ადრიანად ჩვენი სტუმრები ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს მივუახლოვ და ჩვენ ზეგამდე გემშვიდობებით ხვალ კი ჩვენი მეგობრები იქნებიან თქვენთან ერთად ნახვამდის დროებით